Spetsoperația Ევროპაში და 13 დაკავებული ესპანეთში ქართველები აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით საუბარია ორ დაჯგუფებაზე, რომლებიც ბინების ქურდობაში არიან მხილებული. Spetsoperația 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს. საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ნუცა ბახუტაშვილი გვერდდება ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. ნუცა გისმენთ. დიახიგი დარტყმა ქართულ ქურდულ ბანდებზე ასე ეხმაურება ესპანური მედია, ქართული და ესპანური სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას სახელად კაჩავას, რომლის ფარგლებშიც სულ 13 ადამიანი დააკავეს, მათგან 8-ს კი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. მათ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობას, ქონების დაუფლების 27 მცდელობას, დოკუმენტების გაყალბებას, მოპარული ნივთების გასაღებასა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 501, 301 და 560 მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული კი 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ერთდროულად ჩატარდა 9 სხვადასხვა წერტილში. ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ დევნა და სპეცოპერაციის მზადება კი ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში დაიწყო. ესპანური მედიის ცნობით დაჯგუფება შედგებოდა ქართველი და ესპანელი დამნაშავეებისაგან. ქართველები უშუალოდ ძარცვის პროცესში იყვნენ ჩართულები, ხოლო ესპანური ფრთა ნაძარცვ ნივთებს ვალენსიასა და მადრიდში ლეგალური ბიზნესით ყიდდა. გამოძიების ცნობით დანაშაულებრივ ჯგუფს კარგად შემუშავებული მასშტაბური სქემა ჰქონდა. ჯგუფი ჯერ აკვირდებოდა სახლებს და რწმუნდებოდა, რომ შიგნით არავინ იმყოფებოდა. გადასამოწმებლად კარზე ნიშანს ტოვებდნენ ან ზარს წეკდნენ. დარწმუნების შემდეგ შედიოდნენ და ძირითადად სამკაულებს, საათებს და ნახტფულს იპარავდნენ. ამის პარალელურად ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ავტომობილებს და საცხოვრებლად იყენებდნენ მიუდგომელ ადგილზე მდებარე პატარა სოფლის სასტუმროებს ან დასასვენებელ სახლებს, ძირითადად პროვინციებში. ეს მათ ეხმარებოდა დამალვაში, რათა პოლიციისათვის ადვილად შესამჩნევები აღარ ყოფილიყვნენ. ქართულ მძარცველებს მოპარული ნივთების გაყიდვაში ესპანელი წევრები ეხმარებოდნენ. ნივთები ორ საიუველირო მაღაზიაში იყიდებოდა, რომელიც ვალენსიაში და მეორე მადრიდში მდებარეობდა. ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც თითოეულ წევრს კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა. ზოგი პასუხისმგებელი იყო სამიზნეების არჩევაზე, ზოგი მეთვალყურეობაზე და გადაადგილების ორგანიზებაზე, სხვები კი უშუალოდ ძარცვებს ახორციელებდნენ. ისინი იყენებდნენ უსაფრთხო სახლებსა და სოფლის ჰოსტელებს, ძირითადად გვადალახარას პროვინციაში, რათა ნაკლებად შესამჩნევები ყოფილიყვნენ და პოლიციის კონტროლი აერიდებინათ. კარების მოსანიშნად იყენებდნენ წებოს ძაფებს, პლასტილინს და სხვა ელემენტებს, რათა გაეგოთ შედიოდა თუ არა ვინმე სახლში. ჭრეკებისას ამოვიგეთ დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა, მაღალი კლასის საათები, ოქროს ზოდები, ასევე ბინებში შემწევისთვის გამოყენებული სპეციალური ინსტრუმენტები და მასალა ოქროს არალეგალურად გადასადნობად. გამოძიებამ უკვე დაადგინა სულ მცირე 27 ძარცვის ფაქტი, თუმცა არ არის გამოიწვეული, რომ მათი რაოდენობა გაიზარდოს, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. ტრანსნაციონალურ დანაშაულს საზღვრები არ აქვს, ერთობლივი მუშაობა ფუნდამენტურია. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ 9 ადგილზე ჩაატარა ჩხრეკა, 3 მადრიდში, 3 ვალენსიაში, 2 გვადალახარაში და 1 ალიკანტეში. პოლიციამ ამოიღო 3 ძვირადღირებული საათი, 3 ოქროს ზოდი, 6000 ევრო ნაღდი ფული, სხვადასხვა ხელსაწყო, მათ შორის დნობის მოწყობილობებიც. მასშტაბური სპეცოპერაციითა და გამოძიებით სულ მცირე 27 ძარცვის ფაქტი გაიხსნა. კიდევ ერთი დაკავება განხორციელდა იტალიაში, საქართველოს 2 მოქალაქე არის იქ დაკავებული, ამჯერად 18 ბინის ქურდობის ბრალდებით.